მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, თქვენთან ერთად არის ბერსერკი და დღეს მე გადავიღებ Stronghold Crusader 2-ს. როგორც მოგეხსენებათ, მისიები მთლიანად გავიარეთ, ყველა ზოდიაქოს შევასრულეთ ერთის გარდა. დღეს არ ვაპირებ ამ მისიის გავლას. დღეს მინდოდა გადამეღო ცოტა კრეატივ მოდი. რომ ნახო და განახოთ როგორია იდეალური ბაზა, ასე თქვათ, ჩემთვის, როგორი წარმომიდგენია სრული ეკონომიკური ძალაუფლება, მთლიანი არმიის ფლობა და იდეალური სახელმწიფო, ასე ვთქვათ. მოდი ავირჩიოთ ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა, რომელიც დიდი იქნება. აქ ახალი მაპებიც დაამატეს. არ ვიცი რა როგორია. მოდი ჯერ ეს ვნახოთ, თუ არ მომეწონა შევცვალოთ. მეგობრებო, არ დაგავიწყეთ ვიდეოს გამოწერა და არხის და ლაიქება. ამით თქვენ ძალიან მეხმარებით. The desert awaits you. Greetings, sire. და უდაბნო გველოდება ჩვენ. ოკეი, მოკლედ მეგობრებო. ეს თამაში ფინალს მივახლოვ და მალე დავამთავრებ. და მაინტერესებს შემდეგ რა თამაში გადავიღო, თუ რაიმე იდეა გექნებათ და თუ რაიმე მოთხოვნა იქნება, ვეცდები რომ გადავიღო. მოკლედ რა ხდება ახლა აქ? ესე იგი, როგორ მინდა წარმოაჩინო ჩემი ბაზა. მთლიანი გალავანი კონდეს, მთლიანად დაცული იყოს და ასევე გავტესტავ როგორ გავუძლებს შემოტევებს. მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში, თუ გვინდა რომ იდეალური ბაზა ავაშენო და იდეალური სამეფო კონდეს, ყველაფერი, ყველა დეტალი, ყველა რესურსი უნდა კეთდებოდეს ბაზის შიგნით და არა გარეთ, რადგან იყოს 100% დაცული. ამისთვის მე ყოველთვის ვირჩევ უკანა ფლანგს, რადგან უკანა ფლანგი იდეალურია ყოველთვის რესურსების დასამუშავებლად. აი აქ დავდგამ. კარგად მინდა გავთვალო ყველაფერი. აი აქ ცოტა იარაღთა მშენებლობა შეიძლება აქეთაც დავიწყო, არა პრობლემა. მოდი საკვები იყოს აი აქ. კი ბატონო. აი ეს არის ერთგვარი ჩვენი ჩეთი. ამით ახლა ვიღებულ limit pools. რადგან უცბად გავაკეთო ყველაფერი. აქ ასევე მარცხენა გრაფაში გვაქვს თუ ვის ავირჩევ რომ შემომიტიოს. ყველაფერს დავალაგე. მოკლედ, პირველ რიგში მეტყევები, რომლებიც ბაზის შიგნით არ უნდა იყვნენ. უნდა კონდეთ თავიანთი სამუშაო გარეთ. დავასაქმოთ ჯერ მეტყევები. საკმარისია. ძალიან არ გადავტვირთავ ყველაფრით. ამასობაში ქვებსაც მე უბრალოდ მაგალითისთვის ვაკეთებ, ძალიან ბევრი არ მჭირდება. თავარია საკმარისი იყოს რა. რაც საჭიროა, მხოლოდ იმას გამოვიყენებ. ერთი. ხო, ხე გვჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელით ყიდო არ მომიწიოს, დავდგა მაღაზიას. მაღაზია ყოველთვის უნდა იდგას სასახლესთან ახლოს. რადგან ეს არის სავაჭრო ობიექტი და მუდამ დაცული უნდა იყოს. აი ასე. სახლებს შემდეგ დავდგამ ჯერ, ამათ მოვაგვარებ. ეგ არის, ხორბალი არის, ეხლა შეხედეთ. ხორბალი და შემოვიდე შესაბამისად. ამ ადგილას უკვე გალავანი მჭირდება. აი ასე. ამასაც ავწევ ახლა მაღაზიაში, რომ ულიმიტოდ მქონდეს. აი ასე. სანამ ხორბალი შემოვა, ჯერ არ მყავს დასაქმებული. დაგვჭირდება რა თქმა უნდა სხობელი. თონე. თონე უნდა იყოს აი ასეთი სტილის. იდეალური თონე ასეთია. ეხლა საკვების პრობლემა გვარდება, შესაბამისად უნდა მოვაგვაროთ ლუდის პრობლემა. რომ მუდმივი მიწოდება იყოს ლუდებში. 1 2 3 4 5 6 7. კარგია. დავასაქმოთ აქ ლუდი 1 2 3 4 5 6 8 9 10 11 12 ეყოფა. ლუდის ქვემოთ დავასაქმოთ სანთელი 1 2 3 4 5 6 7. ეს ვერსია მეგობრებო, ონლაინი არის Steam-ზე მარტო, ფასიანია სამწუხაროდ. ეგ არ მაქვს შეძენილი.
ნამდვილ მოთამაშეებთანაც შეგვიძლია თამაში, რაც ძალიან საინტერესოა და ძალიან მაგარია. მოდი ახლა კონსტრუქციას მივხედავ. განახებთ როგორ უნდა იყოს იდეალური ბაზა. ეს არის პირველი ფენა. გალავნის. თავარი შემოსასვლელი კარიბჭე არის ეს ადგილი, საიდანაც ეს უსები შემოვა. ეს არის მეფესთან დასაკავშირებელი ტერიტორია. გვჭირდება კოშკები. აი ასე. ასე. ყოველ კოშკს გვერდზე უნდა ედგას მსგავსი ტექნიკები. ეს ტექნიკები გათვლილია იმისთვის, რომ მაღალ, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ. როდესაც მოწინააღმდეგეს უაზროდ ბევრი არმია ყავს და ისინი ერთი სტილით მოძრაობენ, სტილს, რომელსაც ქვია, ასე ვთქვათ, კუძწყობა დავარქვათ, მათ არ ღვევს ეს ძალიან მარტივად. აი, რო ისრვის ხა განახებთ. გაშელქვებს რო ისრვის, მარტივად შლის მოწინააღმდეგეს. კარგი, შეჩერდი. დავამატოთ კიდევ. ერთი. შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ ბალისტრები. რომელიც დიდ მანძილზე მუშაობენ თავისუფლად. პატარა კოშკები შეგვიძლია დავამატოთ. ეხლა რა მჭირდება მე? აი ასე. მოკლედ ეს არის პირველი ნაკადი. შემდეგ გვჭირდება მეორე. მე ცოტა ჭედავს აი ამას რო ვაკეთებ, რატო არ ვიცი. ეხლა მეორეს თავარი პრინციპი რა არის? მეორეს თავარი პრინციპი არ არის, რომ სავსე იყოს ჯარით, სრულიადაც არა. მეორეს თავარი პრინციპი განახებთ ახლა რა შემდგომარეობს. ფული დავამატოთ. თუ პირველი წყობა გაირღვა, მე ხა წარმოგიდგენთ მთლიანი ომის შედეგს, ანუ ჩათვალეთ ახლა არის ომი. მთლიან ძალას მომართავს მტერი ჩვენს წინააღმდეგ და როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ დავადეფენსოთ, ასე ვთქვათ, და განახებთ ახლა მაგასაც აუცილებლად ყველაზე ძლიერ შემოტევას გამოვუშვებ. და ვნახოთ, შევაკავებთ თუ არა. ეს ძლიერი შემოტევა იქნება მეფეების შემოტევა. მხოლოდ მეფეები გვიტევენ თუ არ ვცდები, ძალიან ძლიერები არიან. როგორც იცით, მეფეებს მარტივად შვილდისრები არ კლავს. ესეც ასე. აქ ასევე ბალისტრებს ჭირდება დაცვა. რომ მარტივად ისრებით არ დაიმტვრეს, ასე ვთქვათ. აქ დავაკელი ერთი. აი ასე. შვენიერია. ახლოს ეს გვჭირდება. კოშკებზე აუცილებელია ესენი. ესეც ასე. ძალიან არ მინდა, ანუ ძალიან ბევრ რაღაცის დადგმა მინდა, მაგრამ თან არ მინდა გადავტვირთო. შემდეგი კოშკი იქნება აი აქ. Stronghold Crusader-ის პირველ ეპიზოდს უპირატესობა და პლუსი საქრო შეგეძლია მიწაც გათხარო და ასე ვთქვათ წყლით შემოეკავო, რომ მოწინააღმდეგე მარტივად ვერ შემოვიდეს. ეხლა ჩათვალეთ მოწინააღმდეგებს ყავს ასე ვთქვათ ჩვენი მტერი, რომლებიც თორჩები დადიან და მუდმივად ცდილობენ გადაწყვან ყველაფერი, რაც ჩვენ არ გვაწყობს. ეს ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს.
ნებისმიერი დონის შემოტევისთვის ადოდა იყოს სასახლე. სასახლეს ჭირდება პირადი არმია. აი ასე. ისიც ასე. ამ შემთხვევაში არბალეტების სამხედროების გამოსაშვები მას არ დავდგამ, რადგან შეიძლება გაქრაშოს თამაშმა. ძალიან რომ დავტვირთო სამყარო. ხოლო მუშები მინდა იყოს ეკონომიკური მრავალფეროვნებისთვის. დანარჩენით არ დავტვირთავ, ასე ვთქვათ. ეკლესია. Not enough workers available to run this building. ეს სასახლე. და ეს იდეალურია, ეხა სახლებს ჯერ არ დავდგან კიდევ. კიდე რა მჭირდება? ხა მთავარია ჯარისკაცების განაწილება. შემდეგ მეომრების. ხო, კიდევ რა გვაქვს აქ? აი მსგავსი ცხოველები ყავს, რომლებიც უნდა განთავსდეს მხოლოდ იმ ნაწილში სასახლის, რომელი ნაწილიც აქ ცოცავი ქვიშაა. ცოცავ ქვიშას ის აქ მინუსი, რომ კედლებს ვერ გაანაწილებ რა იქ. ზედმეტი შემოსასვლელები მინდა წინასწარ დავბლოკო. აქაც ტერი არ მინდა შევიდეს. თუ თავს დაგვესხმებიან. კარიბჭეზე იმუშაოს. კი ბატონო. სახლები ყოველთვის უნდა იყოს ახლოს შენობასთან, რომ დაცული იყოს. Can't place that there, my lord. დანარჩენს მოდი გავუშვებს ადმისით ადგილას, ეხა ადგილი არ მინდა წაიღოს უბრალოდ. Land is too uneven to build, my liege. მივაყაროთ, რომ ხალხი ყავდეს. Can't place that there, my lord. განადგურებენ და ისიც არ იქნება პრობლემა. ხო, თუ გინდათ რომ მალე გამოუშვათ ხალხი, აი როგორც ხედავთ, ახლა ძალიან ცოტა გამოდის. მაქსიმალური სიყვარული და მოიპოვოს ხალხის. გასწავლით ეხა როგორ უნდა. მოდი საკვები ვიყიდოთ. კარგია რომ კრეატივ მოდი გვაქვს. თავისუფლად გვექნება ყველაფერი. ესეც ასე. ეხლა გადასახადებს იქით მოუმატებთ ხალხს და კვებას ხუთზე დავუყენებთ. როგორც ხედავთ, ხალხი ძალიან სწრაფად გამოდის. აი. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე დასაქმდებიან, ეხლა ყველგან განაწილდება ხალხი. და არმიასაც ძალიან მალე შევქმნი. ფულის ყდა მოგვიწევს ხშირად. და სერიოზულ შემოტევებს დავიწყებ პირდაპირ არ მინდა არანაირი. გახურებასაც გავაკეთებ ერთს. თუ თამაშმა ცოტა გაქრაშა, რაღაცებს შევაჩერებ, რომ არ დაიტვირთოს თამაში. მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ბაზა გამოდის. ესეც ასე. ეს ბევრი უნდა იყოს. Can't place ცოტა არ that there, შეიძლება. my lord. ჩვენ მზად დავიყოთ, რომ ყველაფერი გადავუყოთ. რაც შეეხება ხა თუ მეფესთან მოვიდნენ. ახლოს თუ მოვიდნენ. სპეციალური ხაფანგები გვაქვს, რომელიც მტერს ძალიან მალე ანადგურებს. აქ ჩვენიანებს არაფერი არ მოსდით, ხოლოდ მტრის იმაზე რეაგირებენ. This building is inaccessible. შემოსვლა არ შეუძლიათ, რატომ?
რა გვიშლის ხელს? ალბათ არანები უშლის ხელს. კარგი. This building is inaccessible, sir. ერთი აქ დავაყენოთ. ხო ესე მგონი ცუდა დავდგი. ისა ბევრი არანი როა, ბევრი ასასვლელი უნდა გქონდეს კოშკს. ოკეი. შულოსნე მოვაგვაროთ ჯერ. ძალიან ბევრს არ დავსვამ, არ გადავტვირთავ კოშკებს. Ready, sir. Line formation. Battle order. იდით ბიჭებო. შულოსნები სჭირდება. Weapons needed, sire? კი ბატონო. Woman, make ready. Move to line. მოდი პირველ ფენაში გადავანაწილოთ უფრო. Yes, sire. კარგი, ესენი მაინც ვერაფერს ვერ იზამენ, მოდი ამათ ამოვიხებ. სავარაუდოდ ამათი მოხსნა მომიწევს, რადგან Our strings are waxed. ცოტა გაუთვლა დავდგი. Setting out. We are prepared. ხო. აი არა უშავს. Woman, make ready. თავარი We are დანიშნულება prepared. გითხარით Get არის up და on those walls. We are your men. Woman, on the move. Check those weapons. ძალიან კაი წყობა გაქვთ ბიჭო, რანაირად გახართ, Jump რა არის to ეს? it. ნაწილი აქ ავიდეს, Look lively. ნაწილი აქ, Shoulder weapons. ნაწილი აქ, Sire. ნაწილი Men აქ. off. Sir. Man the parapets. Man the parapets. Lift ზოგი those აქ, bows, you dogs. ზოგიც აქ. Check those weapons. ძალიან არ მინდა გადავტვირთო კოშკები. Lift those bows, you dogs. კარგად გადავანაწილებ რა. Two stations. Man the parapets. ამდენი ფულით რო შემეძლოს ყველა კლასიკის თამაში ძალიან მაგარი იქნება. კარგი, ახლა რაც ეხება ბიზნესს. ქვილის პრობლემა ეს კლასიკური სიტუაცია, რადგან არა გვაქვს წისქვილები. რაღაცები გამომრჩა. წისქვილიც აშენდა ბიჭებო. შულოსნებიც ნაწილდებიან, ხა მჭირდება ჯარისკაცები. Yes, sire. Lift those bows, you dogs. Line formation. Sire. კარგი. Form on a line. გავანაწილოთ თითო კოშკზე თითო March კაცი with the გავუშვათ. Into battle. ეს ხალხს ასტიმულირებს, To victory. უფრო ძლიერს ხდის We have კოშკს, our orders. უფრო ერთიანს. Forward. To victory. Advance. და განაწილდნენ თანაბრად. Attention.
Reposition on the walls. Follow the standard. Ready for your command. Advance. Yes, sire. Walk easy, men. კარგია. Check those weapons. Move out. Ready, sir. Shoulder weapons. Forward. You have need of us. Line up. Kill all that pass. რაც შეეხება სამხედროს გადავანაწილებ სხვადასხვა ადგილებზე. ნაჯახის მებრძოლებსაც ავიყვან. არბალეტების სარიელია ეს ადგილი. აქ დავანაწილებ. მეფესთან შევიდეს ცოტა. How says my lord? Yes. მეფეს ჭირდება დაცვა. You order, sire. ჯარის ნაწილი ჭირდება აქითა კოშკთან და მეორე ნაწილი Swords are yours. ამ ადგილას. Shoulder weapons. Man the Კარგია. parapets. სხვა დამხმარე საშუალებებს რაც შეეხება. მეტი საბრძოლო მხრივ არაფერი არ გვყავს, შეგვიძლია დავამატოთ სახლები გვაკლია ჟანდაბა. Can't place that there, my lord. მეტი ჯარისკაცის გამოშვება არ შემიძლია? უი, ფული არ მქონია. ფული რა პრობლემაა, მეგობრებო. ფული ამ შემთხვევაში არ გვიჭირს. ესენი არის ბუნებრივი მოვლენები, მეგობრებო. ამას როდესაც დავაყენებ აი ამაზე, ბევრ რაღაც მოხდება ცუდი, ასე ვთქვათ. აი ეგერ შეგვიძლია დავაყენოთ მაგალითად Here, monsieur. The granary is empty, sire. როგორ არის საკვები ცარიელი, ბიჭო. Aye, sir. My lord, best foot forward. Look lively, pikes. მას შესასვლელი უნდა კონტროლა. We're on the move. Let no one near. Let no one near. Right. Let no one near. Marching boots, lads. Line up. Let no one near. ხო, დაცვა აუცილებლად ჭირდება ჩვენ ტერიტორიაზე არსებულ პროდუქტებს. Ready, sir. ასევე დანაყოფს გავუშვებ აქეთ. და ეგ არის. მგონი შეგვიძლია დავიწყოთ. თუ რამე დაგვაყლდა დავამატებ ხა კოშკებზე ხალხს. ნელ-ნელა. Ready, sir. ესენი აქ. Captain. Sire. Man the parapets. ესეც ასე. მშვენიერი. მოდი დავიწყოთ. Ready for your command. ხო, აი სანამ დავიწყე კიდე ერთი რაღაც გამორჩა. არბალეტის მშვილდოსნებს არ შეუძლიათ სიცხლე წაუკიდონ აი ამ წერტილებს, რადგან არბალეტი Our strings are თლიანად wax. ფოლადის ის რით არის, თუ არ ვწდები. იმ ფოლადს მარტივად არ ეკიდება ცეცხლი. Your mark, sire. ამიტომ მშვილდოსნები გვჭირდება, რომლებიც წაუკიდებენ. Weapons needed, sire. Our strings are wax. კი, აქეთ კუთხეშიც არიან. Woman. ეგ არის. მოდი დავიწყოთ აი ამ შემოტევით. Woodsmen have seen a large enemy force heading this way, sire. ტრები მოდიან. ხო. საკმაოდ კარგი შემოტევა გველოდება წინ. და ზუსტად მაინც და მაინც ამ კოშკზე არ ამყავს ხალხი და მიდიან თუ არ ვწდები. კი. საკმაოდ დიდი შემოტევა გველოდება. კაი, ხა თამაში
გაჭედავს, ამიტომ ერჩევნია ესენი Well უბრალოდ quoted, my lord. გავაჩერო. This building is completely functional. იყვნენ, ჩვენ პრობლემა არა გვაქვს, უბრალოდ თამაში გაჭედოს. არ გაჭედავს რა. ჩვენ მაინც დავიცავთ ამას. პრობლემა არ არის. ელოდებიან შემოტევის დაწყებას. Lift those bows, you dogs! Free targets! წამოვიდნენ. ძაღლები გააქტიურდნენ. Slay him, my lord. ხო, სახლებს დაგვიწოვენ. ეგ არაფერი. შულდოსნები სრულად მობილიზებულები არიან. The enemy has breached the castle walls. კი ბატონო, პირველი ფენა გაარღვიეს, მაგრამ ეს ჩანდება ასასინები წყავთ. ასასინებს მოწინააღმდეგეს როცა ყავს, ეგ გააქვს უპირატესობა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ. What's the plan? მე როგორც ხედავთ, რამხელა დემეიჯი გააკეთა ერთი სროლით. Engineers at your service. მაშინ ხადე რა ჭკვენ რო შემოიჭრნენ. ეს წაგიდებას არ ვაპირებ. ესენი სადაც დამუშავდებიან. და ერთი მეფე ყავთ. Our towers were struck down by a strange paladin. What trouble's this? History awaits us. აი ამის მეტ ჯარს არ დავამატებ მე. და ხა გავაკეთებ ყველაზე ძლიერ შემოტევას პირდაპირ. I follow your banner. I'll kill anyone that comes near. History awaits us. მოდი აღვადგინოთ. აი პატარა კოშკს დავამატებ მაშინ. Lively does it! ოკეი. პირველ ლოდინის გარეშე გავაკეთოთ პირდაპირ ყველაზე ძლიერი შემოტევა. Let's go. A small group of enemy soldiers are heading to our castle. An ox tether is required. ეს small ჯგუფი არ არის უბრალოდ. ეს არის მეფეები. არ შემიძლია დავამატო კიდევ ერთი? არა, სანამ ერთს ვერ მოვიგერიებთ, მეორეს ვერ დავამატებ. ოკეი. არაფერს არ ვაკეთებ, Our fates are entwined. ანუ ჯარს არ ვამატებ, History awaits us. ანარჩენი. You will need an ox tether to transport your iron to the stockpile. მოდი თავდასხმაზე გადავიყვანო ჩემი პირველი ფლანგი. ეგრეთ წოდებული ჯარისკაცების. და ამ ძაღლებს მინუსი რა აქვს? უყურეთ, გავუშვი. ჩემი მშვიდოსნების მას ესვრიან. აი ამ შემთხვევაში ძალიან გამოუსადეგარი რაღაცა. Too close to the enemy to build. არ გვიტევენ? კი. მოდი ასეთ ფუფუნებას მიცი. გავხსნი გზას. რო არ იწვალონ. You are my liege lord.
რა სიზამი რამდენს გაწუდებიან მარტო მაინტერესებს. ისრებით ჩათვალეთ არ აკლდებათ ამათ. Yes, sire. Let it burn. Victory will be ours. Our tools are ready. არ ცეცხლი. Sire, command us. არა ცეცხლი არ აკლებთ ამათ არაფერს. Our swords are yours. We are under attack. ცეცხლი რო წაუკვითი გაჭედა თამაშმა ძალიან. საკმაოდ დაბალი FPS-ია ახლა. Our fates are entwined. აი მეფეების პლუსი ეს არის რომ ისრები მათზე არ მოქმედებს. აი ორ დაასხა ის ლავა ასე ვთქვათ, ადუღებული ზეთი. ერთი გავანადგურეთ. To arms. მოდით, შემოდით თუ გინდათ. წაღმოყვმა რატო დადიან ვერ ხვდები. კიდევ ერთი დავამარცხეთ და მეფისკენ მოდიან. Sire, command us. ბიჭებო რაც არ უნდა მოხდეს მეფე დაიცავთ. You order, sire. ამ მეორები გამინადგურეს. სულ ორი მოვყალით გონი. You have need of us. Men, to arms. Yes, sir. წამოვიყვანოთ ეს მეფრებიც აქ. The enemy are on the beach. შემოვიდნენ We ბიჭო. will fight with courage. მეფე უკან გადი. The people are excited about a forthcoming marriage, sire. The people worship. აი როგორც ხედავთ რაღაცა კარგი მოხდა. შუა ბრძოლაში ვიღაცა დაქორწინდა. შობადობა იმატებს. პლუს 20 გვაქვს. საინტერესოა. ძალიან რთულად ყდებიან. Waiting for orders. კარგი უკვე ყელ შემოვიდა ესენი, მაიცა. ძალიან დამღალეს. დაპაუზება მომიწია, რაღაცა საქმე მქონდა, მოკლედ მეფეები მოკლეს, რამოდენიმე. ხო, მოდი მალე დავამთავროთ. სხვა შემოტევებიც მინდა განახოთ. თორე ეს ძალიან გააჭედინა თამაშს ამათმა. ცხენოსტები მალე მოაგვარებენ ყველაფერს. ჩანდაბა გადაგვიარეს გონი. ეს არის ელიტარული არმია, მეგობრებო. ამაზე ძლიერი ჯარისკაცი არ არსებობს ამ თამაშში. ეს არის ყველაზე ძლიერი. და მეორე არის რაინდი, ცხენზე როზის. просто იმას ცხენი უკვდება და ესენი მარტო ცხენზე ზიან, ისე ბრძოლობენ. როგორც ხედავთ, მოწინააღმდეგე
კომპიუტერის მოტყუება მარტივია, ისინი ჯერ პირველ ფრენას ასუფთავებენ, გარეთ პირველ ფრენას. ამასობაში შიგნით ყავს მე უკვე მშვილდოსნები კიდევ ბევრი. ვაუ. ჩემთან შემოვიდნენ. ახლა მინდა თორე მეფეს დავკარგავ. მეფეებს მიყოლებით ხოცავთ. მაგიტომ არის ამდენი ყვირილი. რამდენი დარჩა სულ? საკმაოდ ბევრი. ერთი მხარე მთლიანად გავჟუჟეს. ნუ რომ იმეშვა, მშვილდოსნებს თავისუფლად მოკლავდნენ ყველას. ამ მშვილდოსნების იქით რას იზამდნენ არ ვიცი. საერთოდ ვერ მოკლავდნენ ყველას. ნუ ძალიან უპი ჯარისკაცები არიან, ეს ჯარისკაცები რა არიან, ანუ ისრები მათ არ უნებს და 5-10 მეომრის დამარცხება ჩვეულებრივად შეუძლია ერთ მეფის. ელიტარული მებრძოლებით რამალი გააგვარეს, რამდენი გამოუშვი. ამდენი ცხენოსანი რო ყავდეს, სადმე რა ვიცი, ჩვეულებრივად გადავლი ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. რა შეეძროთ ყველაფერი დაანგრიეს. Are on the keep. ორი ჩემი არ მოკვდეს. ასევე სტრონგჰოლდზე ერთს ის პლუსი აქვს, რომ კრეატივ მოდში შენ გემოზე ირჩევ, როგორ დასვამ ჯარისკაცებს, ტრეებს, სამეფოებს, უფრო თავისუფალი კრეატივ მოდია. ამას კრეატივ მოდი არ აქვს, ეს არის ერთგვარი თავისუფალი სიმულაცია, რომ რაც გინდა ის შექმნა. აშენო და შემდეგ დაანგრიო. რამდენი დარჩა, რო ვერ დამთავრდნენ. მთელი სამეფო ამათ ესვრის. თითქმის ყველა დაეცა. ბიჭებმა ჩათეთქვეს. ეს არ მიდიხართ ბატონო. სად მიბრძანდებით? ეს დაეცა და გავიმარჯვეთ. ასევე აქ არის მეგობრებო ლომების შემოტევა, რომელიც არც თუ ისე ბევრია, არა არის. სტრონგჰოლდ კრუსეიდერთან გასხოვებით, იმდენად ბევრი არ არიან. ვაჰ, არა, ბევრი ყოფილა, ბიჭო. ერთი კარგი არმიაა რა. დავატაკოთ აბა ჩემი მებრძოლები, როცა გავუშვა ის ჩაქუჩები რო უჭირავთ. აი რა ქვია, მე რა ხარ ვიცი. აბა მოდით. საკმაოდ ბევრი ლომია.
მაგრამ იქ ძალიან ბევრი შეგიძლია შექმნა ულიმიტოდ ბევრი. Need some heads crushing. We'll Wow. kill anything that moves. დავай შევუტვით. თქვენ ნუ ეს Got some trouble. Faces ready. ძალიან მარტივად გონი? Got some trouble. თუ ვერა. სერიოზული ბრძოლა წავიდა. ხალხი ლომს მისდევს, ხან ლომები მისდევენ ხალხს. Your Highness. მოდი კიდე ერთი გავაკეთოთ, აბა. აი აგერ. Got some trouble. ნახოთ ეხა თუ ვაჯობებთ. Into a couple. გაშლილი წყობა გვინდა? Here we go. Here we go. წავიდა ბიჭებო. Charge. 70 მეომარი თუ აჯობებს ლომების არმიას. შენ სადმირბია. ამათ იქ ხარი წადით. Action station. 10 მეომარი 11. ბევრი არ მოკვდა. Batter 'em, boys. Need some heads crushing. მაგრამ მეომრები უფრო ძლიერები არიან ვიდრე ლომები. თან ამ მეომრებს ძალა აქვთ. აი ეს სწრაფი შეტევა აქვთ ესეთი. Got some trouble. მოკლედ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. შეიძლება ბოლო მისია გადავიყო ერთი გადარჩა. My lord. და შემდეგ სხვა თამაშზე გადავალ. ეს თამაში უკვე გავწურეთ. აღარაფერი აღარ დარჩა დასახური. თქვენთან ერთად იყო ბერსერკი და ლაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ჩვენ კიდე შევხვდებით მომავალ ვიდეოში. Heads crushing. ბიჭები ცხრიალებენ. კარგად.